ანგარიში სახელად ჯიჰადი ჟურნალისტების წინააღმდეგ თავს უყრის შეიარაღებული ისლამისტი დაჯგუფებების მიერ ჟურნალისტებზე ზეწოლის ფაქტებს. ანგარიშის მიხედვით 2015 წლის განმავლობაში პროფესიული საქმიანობის შესრულებისთვის 71 ჟურნალისტი დაიღუპა. მათგან 40%-ზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება ისლამურმა სახელმწიფომ და ალ-ყაიდამ აიღეს. ყველაზე მეტი ჟურნალისტი მათი საქმიანობისთვის სირიაში, ერაყსა და საფრანგეთში სწორედ ისლამისტურმა დაჯგუფებებმა მოკლეს. კონფლიქტის პარალელურად ჩვენ მზარდ საინფორმაციო ომს ვხედავთ და ჟურნალისტები სამიზნეები ხდებიან, რადგან ექსტრემისტული დაჯგუფებები საკუთარ პროპაგანდას წარმართავენ და მათ დამოუკიდებელი ჟურნალისტები არ სჭირდებათ. ამიტომაც ჟურნალისტები მათი პირდაპირი სამიზნეები ხდებიან. მათ კლავენ, იტაცებენ და პროპაგანდისთვის იყენებენ. ამ ანგარიშში ჩვენ ისლამისტ ექსტრემისტებზე ვსაუბრობთ, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ წარსულში ჟურნალისტებს კათოლიკე და ებრაელი ექსტრემისტებიც ავიწროებდნენ. ანგარიშის მიხედვით 2015 წელს 87 ჟურნალისტი გაიტაცეს, 77-ს კი პროფესიული საქმიანობისთვის ქვეყნის დატოვება მოუხდა. ახალი ამბების მუზეუმის ერთ-ერთი დირექტორი და ცნობილი ამერიკული გაზეთის USA Today-ს დამფუძნებელი ჯინ პოლიცინსკი აცხადებს, რომ ექსტრემისტებს დასავლურმა მედიამ გადამოწმებული ინფორმაცია უნდა დაუპირისპიროს. შარლი ებდოს ტრაგედიის შემდეგ მედიაში შიში გაიზარდა. ხშირად შიში მოქმედების უნარს გვიკარგავს. ახლა ეს შიში კონტექსტში უნდა ჩავსვათ და ისე გავაანალიზოთ, რომ მან მოქმედებაში ხელი არ შეგვიშალოს და ამით სიტყვის თავისუფლება არ შევზღუდოთ. დამიჯერეთ, ისლამური სახელმწიფო თავის სათქმელს მაშინაც გაავრცელებს, თუ ჩვენ მათ ვებგვერდებს შევზღუდავთ. ორგანიზაციის ანგარიში ასევე მოცემულია დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს მიერ ჟურნალისტებისთვის შემუშავებული 11 წესი. ეს წესები ჟურნალისტებს დაჯგუფებასთან მებრძოლ მედია საშუალებებში მუშაობას უკრძალავს. ჩამონათვალი სახალიფოსადმი ერთგულებით იწყება. ამ წესების დარღვევისთვის ჟურნალისტებს პატიმრობა, გატაცება ან სიკვდილი დასჯა ემუქრებათ. ნანა საჯაია, ამერიკის ხმა, ვაშინგტონი.